საუდის არაბეთი ცვლის იმას, რასაც თავის ბავშვებს ასწავლის და ეს არეულობას იწვევს. ახალი მიმოხილვა საუდის არაბეთის 126 სასკოლ წიგნისა აჩვენებს, რომ უმეტესობა იმ მასალისა, რომელიც ებრაელებისა და ქრისტიანების მიმართ მტრულად ითვლებოდა, ამოღებულია. ისრაელის ორგანიზაცია იმპაქტი ამბობს, რომ ეხლა მოსწავლეებს ასწავლიან თანაცხოვრებასებას, კრიტიკულ აზროვნებას და თანაგრძნობას უმცირესობების, მიგრანტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ. თუნდაც წინადადება მუსლიმები არასოდეს დათმობენ იერუსალიმს. ეს წინადადება ამოღებულია მე-11 კლასის არაბული ენის სახელმძღვანელოდან, რამაც გააღიზიანა ბევრი პალესტინის მხარდამჭერი დამჭერი, რომლებიც ამას პალესტინის მთავარი საქმის მიტოვებად მიიჩნევენ. თუმცა სურათი აქ ბოლომდე ნათელი არ არის. გადახედვის მიხედვით, ენა, რომელიც ისრაელს ოკუპანტ ძალად წარმოაჩენს, კვლავ რჩება. ასე რომ, რამდენად შეიცვალა რეალურად რამე საუდის არაბეთის საკლასო ოთახებში და რა შეიძლება ნიშნავდეს ეს რეფორმები საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების მომავალისთვის. ჩვენთან ერთად ეხლა შუა აღმოსავლეთის მკვლევარი დალია ზიადაა. დალია, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ საუდის არაბეთის სკოლების სახელმძღვანელოებიდან ამოიღებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა მუსლიმები არასოდეს დათმობენ იერუსალიმს. აგვიხსენით ეს დეტალურად. მადლობ ნატაშა, მიხალია თქვენთან ყოფნა, ეს ძალიან საინტერესოა და ვიტყოდი რომ ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ მამაციცაა, ვიდრე მისი კიდევ უფრო გადადება. საუდის არაბეთის მთავრობის დღის წესრიგში ეს საკითხი მინიმუმ 2017 წლიდან დგას. საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების გატარება. განსაკუთრებით სასწავლო მასალაში. ვფიქრობ, ეს ცვლილებები 2022 წლიდან 2024 წლამდე ვიხილეთ. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს სასწავლო სახელმძღვანელოების ტექსტები. მაგალითად, ძალადობრივი ჯიხადის ქება დიდება ან სხვა რელიგიური ჯგუფების, როგორიცაა ქრისტიანები და ებრაელები, დემონიზაცია, რომლებიც მუსლიმები არ არიან და ასე შემდეგ. თუმცა ამჯერად ამ რეფორმასთან დაკავშირებით მართლაც ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მათ შეცვალეს იერუსალიმის აღქმა, რომელიც ყოველთვის ერთგვაროვანი იყო, როგორც იცით, ის ძალიან ცენტრალურია. ცენტრალური მუსლიმებსა და ებრაელებს შორის კონფლიქტში იერუსალიმის გარშემო, რადგან ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ის მათ ეკუთვნით. რა თქმა უნდა, მუსლიმური მხარისთვის ეს ძალიან დიდი მცდარი მტკიცებაა, რომელმაც მუსლიმები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ჩაითრია, მუსლიმები მთლიანობაში, ანუ 2 მილიარდი მუსლიმი მთელ მსოფლიოში ამ კონფლიქტში ჩათრეულია. ასე რომ, თუ საუდის არაბეთი ადგილი, სადაც ისლამი დაიწყო რეალურად და მუსლიმური სამყაროს ერთგვარი დედა, ეხლა ამბობს, რომ იერუსალიმის სინამდვილეში არ არის ეს რაღაც, რაზეც უნდა ვიბრძოლოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბევრ რამეს შეცვის. მუსლიმურ-ებრაული კონფლიქტის ის ფენა, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ფარავს. მართალია. ამ ცვლილებებით თქვენი აზრით საუდის არაბეთი ცდილობს მომავალი თაობა ნაკლებად მტრულად განაწყოს ისრაელის მიმართ. ამის ნაწილი კი, მაგრამ ყველაზე დიდი ნაწილი ის არის, რომ საუდის არაბეთში ახალი თაობები უფრო გახსნილები იყვნენ სხვა კულტურების მიმართ. როგორც ნაწილი 2050 წლის ხედვისა, რომელიც აქვს მუჰამედ ბინ სალმანს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, რომ გახსნას თავისი ქვეყანა დასავლური ქვეყნების უცხოური ინვესტიციებისთვის, როგორც ეს გაერთიანებულ არაბთა საამიროებშია მაგალითად. ასე რომ ამისთვის ხალხი ახალი თაობები უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ მიიღონ ადამიანები სხვადასხვა წარმომავლობიდან. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი რეგიონი მიდის იმ მიმართულებით, რომ კონდეს კარგი ურთიერთობები ისრაელთან, მე ამას ვხედავ როგორც გარდაუვალს. მოხდება ეს 2 წელიწადში თუ 20 წელიწადში, ეს გარდაუვალია და საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები ამას ძალიან კარგად ესმით. და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოემზადონ ამ მომენტისთვის, როცა შეძლებენ გადადგან ეს ნაბიჯი და თქვან, ჩვენ ვაპირებთ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ისრაელს აღუიარებთ როგორც ახლო აღმოსავლეთის ძირძველ ნაწილად. ამავე დროს, საუდის არაბეთი კვლავ აღიარებს პალესტინის საკითხს და რა თქმა უნდა, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას. როგორ ფიქრობთ, სამეფო საბოლოოდ როგორ ცდილობენ ამ ორი გზავნილის დაბალანსებას?
ვფიქრობ, ბალანსი აქ ძალიან საინტერესო კითხვაა სინამდვილეში, რადგან ხალხს გონია, რომ საუდის არაბეთის ლიდერები ცდილობენ ბალანსს, ან ცდილობენ დააკმაყოფილონ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა. არა, ასე არ არის. ისინი ცდილობენ დააკმაყოფილონ უფრო ფართო არაბული აუდიტორია. საუდის არაბეთი ფაქტობრივად არაბული სამყაროს ლიდერია ამჟამად. სულ მცირე მას შემდეგ, რაც არაბული გაზაფხულის რევოლუციებმა სირია და ეგვიპტე დაასუსტა, რომლებიც მაშინ არაბული სამყაროს მთავარი საყრდენები იყვნენ. ამით საუდის არაბეთი ცდილობს დარწმუნდეს, რომ არ დაკარგავს თავის ადგილს არაბულ ქვეყნებში. როგორც არაბების პატივცემული ლიდერები. თუ ის მიატოვებს, ასე ვთქვათ, პალესტინის საქმეს, რომელიც ყოველთვის იყო არაბული აღქმისა და არაბული მსოფლმხედველობის ცენტრში. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ამას ცდილობს საუდის არაბეთი, მაგრამ მათი შიდა აუდიტორია, მათი ხალხი საუდის არაბეთის შიგნით ყველაზე ნაკლებად სანერვიულოა, რადგან საბოლოოდ საუდის არაბეთი მონარქია, მას აქვს ეს ტომობრივი კულტურა, საოჯახო კულტურა, სადაც როგორც წესი ხალხი მიხვება ხელმძღვანელობას განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ან მსგავს თემებზე. ასე რომ დიახ, იმედი მაქვს ეს გამოიწვევს საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის პოზიტიურ ურთიერთობას და მომავალში რეგიონში მეტ მშვიდობას. კარგით, ალი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ჩვენთან შემოერთებისთვის. ეს მართლაც საინტერესოა. ვფიქრობ, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რას ნიშნავს ეს მომავალი თაობებისთვის.